პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. მეორე ტურში გამართული ბრძოლის შედეგად პოლონელებმა ქვეყნის პრეზიდენტად კონსერვატორული პარტიის კანდიდატი ისტორიკოსი კაროლ ნავროცკი აირჩიეს. ოპოზიციური კონსერვატორული პარტიის წარმომადგენლებმა ხმების 50.99% აიღო, როცა მისმა მოწინააღმდეგემ სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენელმა ვარშავის ამჟამინდელმა მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 49.11% აიღო. არჩევნების მეორე ტური იმდენად დაძაბული იყო, რომ ეგზიტ პოლების შედეგად გამარჯვება ორივე კანდიდატმა იზეიმა. საერთო ჯამში არჩევნები საკმაოდ წარმოადგენლობითი იყო, რადგან ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებზე ამორჩეველთა 72.8% გამოცხადდა. ახალი პრეზიდენტი მუშაობას აგვისტოდან დაიწყებს, როცა პოლონეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს ანჟეი დუდას მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა დაუმთავრდება. პოლონეთში გადაწყვეტილებებს უმეტესწილად პრემიერ-მინისტრი იღებს, მაგრამ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკის წარმართვისა და კანონპროექტებზე ვეტოს დადების უფლება აქვს. მას ვინ არის კაროლ ნავროცკი და როგორ გაიმარჯვა მან საპრეზიდენტო არჩევნებში? 42 წლის პრეზიდენტი პოლიტიკაში ახალი ფიგურაა, რომელსაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში ამ დრომდეც იცნობდნენ. ის პროფესიით ისტორიკოსია და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა როგორც პოლონეთის ისტორიული არქივების დაცვაზე და ტოტალიტარული რეჟიმების დანაშაულთა კვლევაზე ორიენტირებულ ნაციონალური მეხსიერების ინსტიტუტს, ასევე მსოფლიო ომის მუზეუმს, რა დროსაც სახელი საბჭოთა მონუმენტების დემონტაჟით გაითქვა, რისთვისაც რუსეთისგან კრიტიკა დაიმსახურა. კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო კამპანია ტრადიციულ კონსერვატორულ ღირებულებებს ეფუძნებოდა, მათ შორის ტრადიციების დაცვას, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას და სუვერენულ განვითარებას. ახალი პრეზიდენტის კამპანიის მთავარი მესიჯები ტრადიციული ოჯახის დაცვის საჭიროება, რელიგიური ღირებულებების შენარჩუნება და ევროკავშირის ზედმეტი ჩარევის შეზღუდვა იყო. მის წინა საარჩევნო გზავნილებში არაერთხელ გაჟღერდა ევროსკეპტიკური რიტორიკა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა, როგორც ეკონომიკურ, ისე იდეოლოგიურ ასპექტში. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი აწუყვა პრეზიდენტად არჩეულმა ნავროცკიმ პოლონეთის მემარჯვენე კანონი და სამართლიანობისგან იღარა, რომელიც 2015-2023 წლებში პოლონეთის მმართველი ძალა იყო. პოლიტიკაში მოსვლით მან დონალდ ტუსკის ლიბერალური მთავრობით უკმაყოფილო ამომრჩევლები გააერთიანა. პარტიასთან ერთად ნავროცკის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღუთქვა, რაც მსგავსი კონსერვატორული შეხედულებებით აიხსნება. კაროლ ნავროცკის პრეზიდენტად არჩევა პოლონეთისთვის ერთგვარი ნიშანსვეტია, რადგან 42 წლის ნავროცკი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია პოლონეთის უახლეს ისტორიაში და ამავდროულად პირველი პრეზიდენტი, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლამდე პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებში ნავროცკი მხოლოდ მცირე უპირატესობით მოიგო, ქვეყნის შიგნით ის არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. ნავროცკის გაპრეზიდენტება შესაძლოა დაემთხვა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაპირისპირების პერიოდს, რამაც შესაძლოა ქვეყნის დროებითი პარალიზებაც წარმოშვას. კაროლ ნავროცკის გაპრეზიდენტება მიუთითებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ცვლილებაზე, არამედ ღირებულებით დაპირისპირებაზე, რომელიც თანამედროვე პოლონეთში და მთელ ევროპაში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. კაროლ ნავროცკის მმართველობის წლები იქნება გამოცდა როგორც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის, ის რეგიონის და მთელი მსოფლიოს გეოპოლიტიკური ბალანსისთვის.